საქართველოს როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ჰაბი, ჩემთვის საამაყო მიმართულება. ეს მწვანე მშენებლობა უძრავ ქონებაში და უძრავი ქონების გამოფენა. დღეს ძალიან საინტერესო ბევრისთვის, ასევე რეალურად რას ეფუძნება დეველოპერული ბიზნესის წარმატება და რამდენად მნიშვნელოვანია. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიების სწორი ინტეგრირება. ამას არსებითად დიდ მნიშვნელობას მივანიჭებს დღეს. ლიკა ქარდავა, Property Georgias და FFC Georgias დამფუძნებელი არეალში. ძალიან მნიშვნელოვანია ლიკა, თქვენი გაერთიანება არეალში ამ ღონისძიებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ AI-ის ჩართულობით და პირველობით და ჩვენ შეჩვეულნი ვართ თქვენგან სიახლეებს და პირველობას ძალიან ბევრ ნაწილში არაერთხელ გაგვივლია საამაყო ღონისძიებები, რომელმაც შედეგი მოიტანა. დღევანდელი ღონისძიებაც სწორედ შედეგის მომტანია, თუ რა კუთხითაა შედეგის მომტანი, ამაზე დღეს ვისაუბრებთ. AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, უკვე კარგად ჭრეს 21 საუკუნეში თანამედროვეობაში პირველად იმართება ეს ღონისძიება. რას გულისხმობს ტექნოლოგიური ჩართულობა და რატომ ახლა, რატომ არის სწორი დრო სწორედ ტექნოლოგიური ჩართულობისთვის ლიკა? გვანთა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შენ და არეალ ჩვენი ღონისძიების მხარდაჭერისთვის და ესეთი ენერგიული და ინოვაციური გაშუქებისთვის. რაც შეეხება შენს კითხვას AI-ის ინტეგრაციასთან დაკავშირებით, დღევანდელი ღონისძიება არის Property Georgias და FFC Georgias რიგით მესამე ღონისძიება, თუმცა დღევანდელი დღე განსხვავებულია იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასე ვთქვათ ინოვაციური ფორმატი და ამ ინოვაციური ფორმატის წარდგენის შესაძლებლობა ჩვენ მოგვცა ძალიან საინტერესო გუნდმა, ეს არის ქართული სტარტაპი Twino, რომელიც ნერგავს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ლიდების მართვის ინოვაციურ სისტემას. სწორედ მათი მხარდაჭერით პილოტურ რეჟიმში დღეს ჩვენს ვიზიტორებს, როგორც ფიზიკურ, ასევე დისტანციურად შემოსულ აუდიტორიას ვთავაზობთ დღევანდელი ღონისძიების შინაარსზე წვდომას. ანუ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს პანელური დისკუსიები, ასევე გვაქვს პრეზენტაციები სხვადასხვა სამშენებლო დეველოპერული კომპანიების მხრიდან და რაც მთავარია, ღონისძიების მთავარი აქცენტი ეს არის ექსკლუზიური შეთავაზებები, საინვესტიციო შეთავაზებები უძრავი ქონების და სერვისის მიმწოდებელი კომპანიებისგან, რომელზეც წვდომაც შესაძლებელია დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. და სწორედ დაინტერესდებათ ამ ძალიან მნიშვნელოვანია. ნამდვილად, რადგან ერთი დღის განმავლობაში კომპანიებმა მოინდომეს და მაქსიმალურად ესეთი საინტერესო ექსკლუზიური ფასდაკლებები და დამატებითი შეთავაზებები წარმოადგინეს. ლიკუნა, AI აგენტები უკვე გაყიდვებშიც ერთვებიან და საკმაოდ გავრცელებული მიმართულებაა უკვე და საკმაოდ სწრაფად ვითარდება სწორედ თანამედროვე ცხოვრებაში ხელოვნური ინტელექტი და ბევრი საუბრობს ადამიანური რესურსის ჩანაცვლებაზეც ამ მიმართულებით. რა როლი აქვს ადამიანურ რესურსს სწორედ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში? როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად ხელოვნური ინტელექტი? ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა, თუმცა არსებითად მნიშვნელოვანია სწორად გამოვიყენოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. როგორც იტყვიან, ეს არის $1,000,000-იანი შეკითხვა. რადგან მთელი მსოფლიოსთვის ეს არის გამოწვევა და თან არის უზარმაზარი შესაძლებლობა, ისევე როგორც ჩვენი ღონისძიებისთვის. რეალურად ჩვენი ღონისძიების მაგალითზე AI აგენტი არის ძალიან კარგი და ესეთი დამხმარე შესაძლებლობა იმისთვის, რომ მომხმარებელმა საკმაოდ კომფორტულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია შეთავაზებების შესახებ. ამავდროულად გარკვეულ ანალიტიკურ კომპონენტსაც ითავსებს AI აგენტი, პასუხობს სხვადასხვა შეკითხვებზე, ადარებს სხვადასხვა ექსკლუზიურ შეთავაზებებს, გარკვეულ მიმართულებასაც აძლევს, ასე ვთქვათ, დაინტერესებულ მომხმარებელს თუ რომელ უძრავ ქონებაში ჯობს ინვესტირება მომხმარებლის პრეფერენციებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარად შემავსებელი კომპონენტი ადამიანური სიკეთეებისა, რაც კი გაგვაჩნია. თითქოს ყველა მსხვილი კომპანია იღებს მონაწილეობას დღეს ამ ღონისძიებაში, ლიკა. რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართულობა? ჩვენი ღონისძიებები ტრადიციულად გამორჩეულია იმით, რომ ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ უძრავი ქონების ეკოსისტემაში ჩართული ყველა პროფილის კომპანია და დღესაც დღევანდელი პლატფორმაც ამის მაგალითს იძლევა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა ბიზნეს კავშირებისთვის, ნეტვორკინგისთვის, როგორც B2C, ასევე B2B ფორმატის, ასე ვთქვათ, ღონისძიება. შესაბამისად, ვიწევთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მონაწილეობა მიიღონ, ასევე რაც მთავარია დამთვალიერებლებს და ვიზიტორებს, რომ გაეცნონ აი ამ არაჩვეულებრივ შეთავაზებებს.
ლიკა, AI-ზე დაფუძნებული ღონისძიება ყოველწლიური იქნება, იმდენად ინოვაციურია და მნიშვნელოვანი, მინდა რომ ვიკითხო, იქნება თუ არა ყოველწლიური. აუცილებლად და ვეცდებით, რომ უფრო მეტი მასშტაბირებით, ასე ვთქვათ, შემოგთავაზოთ ეს ღონისძიება კიდევ უფრო ინოვაციური კომპონენტებით და როგორც უკვე სიახლეებით. აღნიშნეთ, საქართველოს საინვესტიციო ჰაბად ძალიან კარგად ჟღერს და მნიშვნელოვანი მიმართულება. როგორი საინვესტიციო გარემოა საქართველოში დღეს, ლიკა? და რა სამომავლო პერსპექტივა არსებობს, რომ ნამდვილად იყოს საინვესტიციო ჰაბი გამორჩეულად და ჩვენთვის საამაყოდ საქართველოს. გვანცა უძრავი ქონების სექტორი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გამორჩეული, ერთ-ერთი გამორჩეული დარგია ეკონომიკის და მოტივირებელი და მასტიმულირებელი. წლიდან წლამდე ის გამორჩევა მზარდი დინამიკით, როგორც ვთქვათ, ინვესტიციების კუთხით, ასევე სხვადასხვა მოთხოვნა მიწოდების კუთხით და სიახლეების დანერგვის კუთხით, ასევე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ეკონომიკის, რომელიც ამავდროულად ირიბ გავლენას ახდენს ეკონომიკის სხვა დარგებზეც და ამუშავებს, ასე ვთქვათ. და ვიტყოდი, რომ პერსპექტივა და შესაძლებლობა საკმაოდ დიდია. თან იმ ფონზე, როდესაც იგივე ჩვენი ასოციაციაც, რომელიც საერთაშორისო გაერთიანების ნაწილია და მსოფლიოს 80 ქვეყანაშია წარმოდგენილი, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი აქცენტირებით იქნეს პოზიციონირებული მსოფლიო რუკაზე თავისი გამორჩეული პროექტები და პირიქით საუკეთესო პრაქტიკების და ესეთი ჯანსაღი მშენებლობის მიდგომების გადმოტანა მოხდეს ჩვენს ბაზარზე. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს უკვე თქვენ სამუშაო არეალში და ძალიან დიდი მადლობა ამ აქტივობისთვის და სასარგებლო პროექტებისთვის და იმ სიახლისთვის, რომელსაც დღესაც ხვდებით დღევანდელ ღონისძიებაზე. ლიკა ქარდავა პროფერტი ჯორჯიას და FFC ჯორჯიას დამფუძნებელი არეალში გაერთიანდა ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებით, რომელიც უკვე აღნიშნეთ დღევანდელი დღე სწორედ ეთმობა ინოვაციურ ღონისძიებას, რომელიც ყველასთვის სასარგებლოა. ვაერთიანებთ ძალიან ბევრ საინტერესო რესპონდენტს და გველოდით.